ბაჰარი. ხო, მე ვუთხარი. ლეილა ტყუილად არ განაწყენდებოდა. რადგან ასეთი რამ მოხდა, ვიფიქრე, ეს დეიდა გონულს უნდა სცოდნოდა. დაუნურჯან, ვიცი ზედმეტად მკაცრე ვიყავი, მაგრამ და ლეილამაც ბევრი აიღო თავის თავზე. თავის თავზე ბევრი აიღო. მოულოდნელად ხაჯერმა განაცხადა, რომ ესკიზები ლეილას შექმნილი იყო. მას რა ეკნა? რაც შეეხება ფულს, ხაჯერი თავის წილს აიღებდა. დანარჩენს შენ და ლეილა თანაბრად გაიყოფდით. შენ კი ისე გაბრაზდი, რომ არც მოусმინე. მოიცა, წილი ხაჯერსაც უნდა აიღო? ხო, ხაჯერმა ხომ საშუამავლო მოითხოვა. მთლიანი თანხის ნახევარი მას უნდა აეღო. მოვისმინე, როცა ამას განიხილავდნენ. მე და ლეილა შევთანხმდით, რომ თანხა შუაზე გაგვეყო, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ ნაკლები თანხა ეთქვა, რათა შუაზე გაყოფის შემთხვევაში ნაკლები მოეცა ჩემთვის. ხო, მაგრამ ლეილა კი არა, ამას ხაჯერი ამბობდა. ლეილა ამაზე თანახმა არ იყო. ხაჯერი დაემუქრა, რომ თუ არ დათანხმდებოდა, გარიგება შეშლიდა. რა ეკნა? შენ მის ადგილზე როგორ მოიქცეოდი? ხაზან ძვირფასო, რატომ შეიცვალე ასე? შენ ხომ ასეთი არ ხარ? შეჩერდი. გთხოვ. დედაც გაანაწყენე. დარწმუნებული ვარ. მე რეინანებ. რა ხდება ჯაბარ? რატომ მოხრავ? ხვდები? ასე ჩემ გამოხარ. მაგრამ საფრთხეს არასდროს შეგიქმნი. შენ ჩემი მეგობარი ხარ. შენთან იმიტომ მოვედი, რომ გენდობი. რამე რომ მოხდეს, მოგხედავ ხომ იცი? ყოველთვის ასე იყო. ეს ხომ სიმართლეა ჯაბარ? რა თქმა უნდა მეგობარო. ხო, არაერთხელ გადაგირჩენი ვარ. ეს არ დამვიწყებია. წესებიც კარგად ვიცი. თუ რამეა პისტოლეტზე პასუხის მგებლობას მე ვიღებ. შვიდად იყავი. გმადლობ ძმაო. ახლა ჩემი წასვლის დროა. გმადლობ. თითქმის მოვედით. მისი სახლი სადღაც აქ არის. იმედი მაქვს პისტოლეტს ვიპოვით. ვიპოვით საყვარელო. შენ მანქანაში დარჩები, არავინ დაგინახოს, კარგი? კარგი. სად მიდიხარ? მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად. დილიდან არაფერი მიჭამია. კარგი. კარგი, დროებით. პრობლემა მოგვარებულია. ბაჰარ, მალე ერთად ვიქნებით. ფერსაცმელი დავახიანია. ასე არ გამოვა. თავი უნდა მოვიწესრიგო. ბაჰარს რომ ვნახავ, კარგად უნდა გამოვიყურებოდე. არავის წინაშე არ უნდა ვიყო ვალში. თორემ მერე ძვირად გვიჯდება. ზოგჯერ ძალიან ძვირადაც. სანამ არ გეტყვი, მანქანიდან არ გადმოხვიდე. შვიდად იჯექი. შევთანხმდით? კარგი დემირ. მანქანაში ვიჯდები. ხაზან, ეს იმის შედეგია, რომ ისე მოქმედებ, რომ არავის უსმენ. დემირ, ფრთხილად. კარგი, დამშვიდი, ყველაფერი რიგზია.
აი ეს სახლია, სადაც შერეფის მეგობარი ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, პისტოლეტი სადღაც აქ არის. შენ საით ბაჰარ? ხომ შევთანხმდით არა? შენ მანქანაში იქნები და დამელოდები. მეგონა გაიგე. კარგი, ნობრაზობ. არ მინდა იქ მარტო შეხვიდე. მეც გამიყოლე. მენდე, მარტოც გავუმკლავდები. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ღელავ. დემირ. თავს გაუფრთხილდი. რა თქმა უნდა. ვპირდები. მიზანთან ახლოს ვართ. ახალი, ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება გველის. შეჭერდი. მანქანაში ჩაჯექი. ნუ გარბი ხარ. უბრალოდ დავილაპარაკო, ჩეჩერდი.
შებადარა გველო. შენ რომ არა, ბედნიერები ვიქნებოდით. ეს ვილა ჩვენს ბუდედ იქცეოდა. მაგრამ შენ ყველაფერი გააფუჭე. კარგად ხარ? რატომ დემირ? რატომ ჩემი შეყვარება რატომ ვერ შეძელი? მე ხომ შენ გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი. რატომ აირჩიე ის და არა მე? რატომ დემირ? რატომ? რისთვის? კარგი, დამშვიდდი. არაფერს დაგიშავებ. უბრალოდ დალაპარაკება მინდა. სად ხარ დემირ? ვრთხილად იყავი, გთხოვ. შენთან სალაპარაკო რა მაქვს? რა გინდა? გავლა შეგიძლია? თავი დამანებე, რა გინდა მეთქი? რა გინდა? მოდი დამეყრდენი. მოდი. კარგი. მოდი. დამეყრდენი. Pamuk. ეს რა ჯავიდინეთ? საბრალო დედაშვილი ერთმანეთს დავაშორეთ. მას მერე უბედურება თან დაყვება ორივეს. ღმერთო და მეხმარე.
მიმანიშნე ეს ცოდვა როგორ ჩამოვირეცხო. გონულ, ვიცი, მიეჩვიე, ყველაფერს გულში ინახავ. ვიცი, რომ ხაზანზე ფიქრობ. როგორ არ ვიფიქრო? მე დედა ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები მას რა მოვუხერხო. მიეჩვიე, რომ ყველაფერს ვპატიობ და ფიქრობს, რომ სულ ასე იქნება. მტკიცედ გადავწყვიტე, ნურჯან, მას ახლოსაც არ გავეკარები, სანამ გონს არ მოვა. მასზე გავლენა, აი სულმა იქონია. ადრე ასეთი არ იყო. დაო, არ შეიძლება დედაშვილი ნაჩხოვრები იყვნენ. დამიჯერე ახლა ხაზანსაც ძალიან უჭერს. ხელის გაწვდომაა საჭირო და ყველაფერი დაალაგდება. მაპატიე, მაგრამ ორივე ძალიან ჯიუტები ხართ. მე ჩემი სიტყვა უკვე ვთქვი. დანარჩენი მასია დამოკიდებული. ნურჯან, ისე როგორ არის? თავს კარგად გრძნობს? რას აღარ ამბობს? მაგრამ შულზე გული მაინც შესტკივა. რას ვიზამთ? დედის გული ასეთია. კარგად არის, ხომ იცი ახლა ხაჯერთან ცხოვრობს. ვერ ვხვდები ხაჯერთან რატომ ცხოვრობს. ნეტავ შენთან გადმოსულიყო. ხაჯერი ერთ ნაჭერ პურსაც კი არ მიაწვდის. ჩემი ორსული შვილი ალბათ ნახევრად მშიერია. ჰაზან, ღმერთო, გონს როდის მოხვალ? დედას როდის დაუჯერებ? ჰაჯერმა მთელ რაიონში ხმა გაავრცელა, თითქოს ჰაზანს მდიდარი კლიენტების რიგი უდგას. ღმერთმა ხელი მოუმართოს. მაგრამ უნდა მიხვდეს, რომ ცხოვრებაში ფული არ არის მთავარი. იქნებ დრო და დრო მოინახულო. გაიგე რამე ხომ არ სჭირდება. დასაცმელი ნივთები. მითხარი და მოვუმზადებ. ყველაფერს გავაკეთებ. დაო, რა გულმოწყალე ხარ. იქნებ პირველი ნაბიჯი ისევ შენ გადადგა.
გონულ ნუ ჯიუდობ გადადგი პირველი ნაბიჯი მინდი მასთან დაელაპარაკე და მერე გადაწყვეტე აპატიებ თუ არა სახეზე გეტყობა რომ მასთან გასაქცევად ახლაც მზად ხარ ნურჯანე საიდან მოიგანა რატომ გადაწყვიტე რომ მასთან შერიგებას ვცდილობ ხედავ შვილის გამო გული როგორ გტკივა სულ მასზე ფიქრობ ადექი მასთან წავიდეთ მიდი საკმარისია ნუ ჯიუდობ არა ნურჯან ნუ მაძალებ ხო კარგი წავიდეთ თანახმავარ მშვენიერია ახლა ძველი გონული ხარ კარგი ძვირფასო მაგრამ ჯერ აი ნურხანიმთან შევალ გავაფრთხილებ თორემ სახლში რომ ვერ მნახავს ინერვიულებს კარგი შენც მოემზადე მე მასთან შევალ აი ნურხანიმ მე ცოტა ხნით გავალ ჩემ შვილს ვნახავ თუ რამე გინდა მითხარი და მოგიდა კარგი არა არაფერი მინდა არ შეწუხდე კარგი აი ნურხანიმ კარგად ხარ აქ რაც მოვედით მეჩვენება რომ შეწუხებული ხარ მოხდა რამე არა არაფერი ბახარზე ვფიქრობ ვერ ვისვენებ სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა რა თქმა უნდა ვღელავთ მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება ეჭვი არ შეგეპაროს არ მოიწყინო კარგი ღმერთო დამეხმარა ეს ლუდი გულიდან როგორ მოვიშორო ადგილს ვერ ვპოულობ ძალა აღარ მყოფნის ჰაჯერთან საქმე რატომ დავიჭირე ახლა ვხვდები ასეთი შვილი რატომ მყავს დედამისივით ხარბია რა ვქნა სამუშაოზე ვერ ვკონცენტრირდები დედა რომ მყავდეს გვერდით რამეს მეტყოდა და მომშვიდებდა ნელა ბაჯაკი მოტეხილობა არ არის ნაღრძობია კარგი იქნება თუ ყინულს დაიდებ სამზარეულო სად არის დერეფნიდან მარცხნივ გამომართვი დაიდე რომ არ გასივდეს მიდი ზრუნისთვის გმადლობ ჩემ გარა გინდათ რატომ მითვალთვალებთ მაპატიე რა ქვია ჯაბარი ჯაბარ ფიქრობ იცი შენგან რაც გვინდა მე არაფერი ვიცი უცებ გამომეკიდე კარგი რა ჯაბარ ეს შენ გაიქეცი მაშინვე ჩემს დანახვაზე აბა გაიხსენე უსიამოვნებები არ მჭირდებოდა და მაგიტომ გასაგებია ამიტომაც გავიქეცი მომისმინე ჩემს მოტყუებას არ ეცადო ჯაბარ ვიცი რომ შერეფმა პისტოლეტის დამალვა გთხოვა
ეს პისტოლეტი ძალიან გჭირდება. სიკვდილ სიცოცხლის საკითხი წყდება. შერეფ შეტყობინება თქვენ გაუგზავნეთ? უკვე ყველაფერი გასაგებია. შერეფ ხომ გეუბნებოდი ბაჰარს არენდო მეთქი. გამოდის გეთამაშებოდნენ. მეგობარო, რა სისულელეს მეუბნები? იარაღის თაობაზე არაფერი ვიცი. რადგან კუთში დამყვებით ჩემი წარსულის შესახებაც გეცოდინებათ. ნახევარი ცხოვრება ციხეში გავატარე. არ ვიცი ჩემზე რა გითხრეს, მაგრამ ახლა სუფთავარ. პისტოლეტი თვალით არ მინახავს. წადით და სხვა ადგილას ეძებეთ. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.